ჩვენს დროში სოფლის მეურნეობა უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. კლიმატის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სათბური გაზების ემისიით და ატმოსფეროში მათი კონცენტრაციის ზრდით, სულ უფრო მეტად იგრძნობა მთელ მსოფლიოში და პირდაპირ დამანგრეველ გავლენას ახდენს ჩვენს მიწაზე, მოსავალზე და ჩვენს მომავალზე. ექსტრემალური ამინდები, საშუალო წლიური ტემპერატურის მატება, ნალექების არაპროგნოზირებადი რეჟიმი, ხანგრძლივი გვალვები მონაცვლეობს ძლიერი წვიმებით. ეს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომია იმ გლობალური კლიმატური ცვლილებებისა, რომელსაც ჩვენი პლანეტა განიცდის. სოფლის მეურნეობისთვის ეს ნიშნავს მოსავლიანობის შემცირებას, ასევე ახალი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებას, რომლებიც უკეთ ეგუებიან შეცვლილ კლიმატურ პირობებს. იცვლება მცენარეების ვეგეტაციის პერიოდები და გავრცელების არეალები, რაც საჭიროებს ადაპტაციას ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში. საქართველო თავისი მრავალფეროვანი აგროკლიმატური ზონებით განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების მიმართ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ტენიანობისა და ტემპერატურის ზრდა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოკოვანი დაავადებების გავრცელებას და ზოგიერთი სუბტროპიკული კულტურის მოსავლიანობის შემცირებას. აღმოსავლეთ საქართველოში გახშირებული და გახანგრძლივებული გვალვები აფერხებს ტრადიციული მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების ზრდას. ზოგ მთიან რეგიონში კი ძლიერი წვიმები, მეწყერები და სეტყვა ანადგურებს ნათესებსა და საძოვრებს. ის ასევე აფერხებს მეცხოველეობის განვითარებას. თუმცა გამოწვევებთან ერთად ჩნდება გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ მომავლისათვის ჩვენი მიწის, ჩვენი მოსავლისა და ჩვენი საზოგადოების სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პირველ რიგში აუცილებელია წყლის რესურსების ინტეგრირებული და ეფექტური მართვა, წვეთოვანი და მიკროშხეფური მორწყვის სისტემების ფართო დანერგვა. ასევე ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება ორგანული სასუქების, კომპოსტის, ნაკელის, სიდერატების რეგულარული გამოყენება ზრდის ნიადაგის ტენიანობის შეკავების უნარს, აუმჯობესებს მის სტრუქტურასა და ნაყოფიერებას. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაცია. ტრადიციული კულტურების გვერდით ახალი, კლიმატგამძლე და მეტად მომგებიანი კულტურების დანერგვა. მაგალითად, კენკროვანი კულტურები, სამკურნალო მცენარეები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ტრადიციული, ლოკალური ჯიშები, რომლებიც შესაძლოა უკეთ არიან ადაპტირებული ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან. ცოდნის გაზიარება, ფერმერებისათვის ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ და ასევე ინოვაციების მხარდაჭერა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მხრიდან გადამწყვეტია წარმატებისათვის. გარდა ამისა, აუცილებელია სადაზღვეო სისტემების განვითარება, რომელიც ფერმერებს დაიცავს სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალისგან. კლიმატის ცვლილებები არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ იგი შესაძლებლობაცაა, რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და უფრო მეტად მდგრადი და ეფექტური სასოფლო-სამეურნეო სისტემების შექმნას. ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს მომავალზე და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობაზე.